მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions, სოლიდარობა მზია მადლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. 36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის არმიამ მშვიდობიანი აქცია თბილისში დაარბია. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს. ოფიციალური ცნობით დაიღუპა 21 ადამიანი, ათასობით მოქალაქე კი უცნობი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაისმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩვენი არქივიდან გთავაზობთ 9 აპრილის აქციის მონაწილე ნინო თათოშვილის ამბავს. ეს იყო წლები და ეს იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ. ეს იყო თავისუფლების სიდიადე, ეს იყო თავისუფლების ზეიმი, ეს დღე იყო არ ვიცი რა, აი რომელზეც ვერ სიტყვებით ვერ გამოხატა, მე ფილოლოგი ვარ, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ გამომადგება იმისთვის, რომ არა მარტო ამ დღის, არამედ საერთოდ იმ პერიოდის სული და იმ პერიოდის განცდა გამოვხატო. ხანდახან დღევანდელ თავისუფლებას ვუკავშირებ უკრაინა, რომ უკრაინაში რაც ხდება დღეს, ხო? ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. და მე ყოველწუთას ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ შეიძლება ხვალ ჩვენ დაგვემართეს, ან შეიძლება 5 წუთშიც ეს განცდა ჩვენ ისევ ხელახლა გამოვცადოთ. როდესაც ბოროტება არის, იქ ყოველთვის არის საშიშროება ამისა, ხო? იმ პერიოდში იყო წყობა, რომელმაც ადამიანებს თავისუფლება წაგვართვა კი არა, არც ვიცოდით ალბათ რაც იყო, იმიტომ რომ უნდა იცოდე ადამიანს გამოცდილი კონდეს, ნანახი კონდეს, რომ მისი დაფასება შეგეძლოს. ეხლა ამ გადმოსახედიდან რომ ვადარებ ჩემს დღევანდელ ფასეულობებს მაშინდელს ძალიან ცოტა გამოცდილება მქონდა, ეხლა საკმაოდ გამოცდილებაც დაგროვებული მაქვს და ცოდნაც მეტი შესაძლოა, მაგრამ ის რაღაც ენთუზიაზმი, ის რაღაც ენერგია, ეს ბრძოლის წყურვილი ნაკლები მაქვს ვიდრე მაშინ მქონდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყოველთვის ყველაფერი, თუნდაც რაიმე შეცდომა დაუშვას ახალგაზრდამ, მაინც მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის უფრო უკეთესია. იმიტომ რომ სუფთა მათი გადაწყვეტილებები, მიზანიც ასეთივე სუფთა აქვთ. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვინც მაშინ თავიანთ სიცოცხლეს გამოესალმნენ, მე ასე ვფიქრობ, რომ რჩეულები იყვნენ. რატომღაც ასე მგონია. შეიძლება იმ პერიოდში რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში საოცარი წყენა და გულის წვეტაც მქონდა. რატომ მე არ ვიყავი? ერთ-ერთი მათგანი 2-3 საათით ადრე მე ვიყავი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ. ხო და შემდეგ უკვე უფლება აღარ მე და ჩემი მეგობრები გზა გადაკეტილი იყო და ვეღარაფრით ვეღარ გადავედით იქით ამ მხარეს. ანუ რუსთაველის მეტროს იქით ჩვენ უკვე ვეღარ გადავდიოდით. და გვესმოდა ხმები და გავიგეთ რომ იქ რაღაც უბედურება ხდებოდა. პეპელა ყოველთვის სინათლისკენ რომ იხდის და იცის იქ დაიღუპება. აი ეგეთ სურვილი იმისა რომ აუცილებლად მეც იქ ყოფილიყავი. ეს რაღაც საოცარი განცდა, არა მარტო მე იქ ჩემთან ერთად დაახლოებით 30 კაცი ვიყავით, უყოლა მაგას ვცდილობდით რომ რამენაირად იქ მოხვედრილიყავით. იქ ხომ სიკეთე არ ემართა ჩვენს ახალგაზრდულ სიცოცხლეს, მაგრამ მის გვერდჩივნა.
უკანდა ხელაზე არ ფიქრობ. არა, ეს წარმოუდგენელი რამ იყო, არავითარ შემთხვევაში. გითხარით, ეს იყო რა განცდა და რა გზნობა, იცით? ეს იყო სამშობლო, ეს იყო სიყვარული, ეს იყო ქართველობა, ეს იყო ჩვენი წინაპარი, ეს იყო ყველაფერი, რისთვისაც გქვია ადამიანი. თარიღთან დაკავშირებით ახალციხეში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით და ტიტებით შეამკეს. მართალია მე იმ პერიოდში ვიყავი პატარა, 6 წლის ვიყავი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მსოფლიო იმ ცივილიზებული სამყაროს შეფასება, რომ ეს იყო ბოროტების იმპერია. და სწორედ ეს ბოროტების იმპერია, რა თქმა უნდა, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია იყო მთავარი ამ საბჭოთა კავშირის წამყვანი სახელმწიფო და სწორედ მანდ მივიღო ჩვენ დამოუკიდებლობა 9 აპრილის ბრძოლით. ეს არის დიდი გამარჯვების ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ამავდროულად არის დიდი ტრაგედიის დღე. 9 აპრილს და დაიღუპა ჩვენი თანამემამულეები, მაგრამ მან დასაბამი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. არა მარტო საქართველოში, მთლიანად საბჭოთა კავშირში შემავალი იმ ქვეყნების, რომლებიც გამოიყვნენ საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებლობა აღიარეს. 9 აპრილი ჩვენში და ჩვენს ქვეყანაში არის ორი დატვირთის წარმოდგენილი. პირველი როგორც ტრაგედია და ტკივილი, როდესაც საბჭოთა ჯარმა სამშობლოს სიყვარულისთვის, სამშობლოს თავისუფლებისათვის დასაჯეს სიკვდილით 21 ადამიანი და მათ შორის იყვნენ მოსწავლეებიც, 400-ზე მეტი ადამიანი დასახიჩდა და ასეთ ტრაგედია და ტკივილი გადაიტანა ქვეყანა, მაგრამ 34 წლის წინ 99 წლის 91 წლის 9 აპრილს ეს დღე თითქოს გადაიფარა სამყარო დღის ოცნების აღდგენით, რასაც გვიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ მაინც გონია რომ ეს არის ორმაგი დატვირთვა, მუდამ ასე იქნება როგორც ტკივილი და სიამაყე ჩვენი სამშობლოსათვის. 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს ახალციხეში პროევროპული აქციის მონაწილეებმა. მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ 85 დღეა იკრიბებიან. უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის, მზია მაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ძალიან ისტორიული და მნიშვნელოვანი თარიღია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ამ ქვეყანამ თავისი ბრძოლით და სისხლით კიდევ ერთხელ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავი დააღწია რუსეთის იმპერიას. მართალია ამ რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირს უცხოურ ძალას ეძახიან ჩვენი ხელისუფალნი, მაგრამ ეგრეთ წოდებული ხელისუფალნი, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც არის მტერი, მტერს აქვს თავისი სახელი და ეს რუსეთია. ჩვენ აქ მე 95 დღეს უწყვეტად ვგავართ. მართალია ამინდი ხელს არ გვიწყობს ჩვენი პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ არაუშავს ჩვენი წინაპრები ამაზე მეც იტანდნენ, ჩვენი წინაპრები ამაზე მეტი გადაუტანიათ და ჩვენც ამას აუცილებლად გაუძლებთ. ჩვენ ამით გვინდა ჩვენი სიმტკიცე და ჩვენი ერთგულება დაუმტკიცოთ ყველა საქართველოს და ვთქვათ, რომ ქართველი კაცი ყოველთვის იბრძოდა და ქართველი კაცის ყოველთვის იყო მიზანი თავისუფლება და ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. დღეს ამ თავისუფლებას გვართმევენ, თუმცა ასე ადვილად არ დავთმობთ ამ ყველაფერს. 9 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კარწახში არსებული რიტუალების სახლის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავის ელექტროგაყვანილობის, წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 5 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook და ვებ გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.